რა ვიცით კანონის შესახებ? როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები და თავისუფლება? ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ანა ნაცვლიშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი. ქალბატონო ანა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს. ქალბატონო ანა, მოდით პირველ რიგში დავიწყოთ საუბარი. ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებები კომისიაც ყოფილა, შექმნილა და მიუღია ცვლილებები 2004 წელს განხორციელდა ცვლილება და ასევე 2010 წელს. რას ეილით თქვენ, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო კომისიისგან, რომელიც მათ მუშაობა უკვე დაიწყო? პირველ რიგში დავიწყებ იმის აღნიშვნით, რომ როგორც თქვენ ახსენეთ, სწორად ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იგეგმება კონსტიტუციის გადახედვა და გარკვეული მასშტაბის ცვლილებების შეტანა. ზოგადად ამ ქვეყანას ახსოვს არაერთი მაგალითი, როდესაც ხდებოდა კონსტიტუციის მორგება პოლიტიკურ ინტერესებზე და არა პირიქით პოლიტიკური ძალაუფლების და ამ ძალაუფლების ჩარჩოების განსაზღვრა ისე, როგორც ამას ითხოვდა და ადგენდა კონსტიტუცია. ეს უბრალოდ კონტექსტისთვის, რომელიც ჩვენს უახლოეს წარსულს ახასიათებდა. ამიტომ ახლა მოლოდინი მათ შორის ვფიქრობ ჩემი კოლეგების, რომლებიც არასახელისუფლებო კვოტით ვართ კომისიის წევრები, იქნება არის ის, რომ ეს პროცესი იქნება განსხვავებული. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ეს პროცესი არ იყოს გამსჭვალული კონკრეტული ჯგუფის პოლიტიკური ინტერესებით და ეს იყოს რეალურად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ფართო კონსენსუსზე დაფუძნებული შედეგი, იმიტომ რომ კონსტიტუცია არ ეკუთვნის და არ შეიძლება კონსტიტუციის მითვისება და მონოპოლიზება 1, 2 და 3 ჯგუფის მიერ. კონსტიტუცია განსაზღვრავს ყველა ადამიანის და ზოგადად სახელმწიფოში ძალთა დანაწილების, ძალთა ბალანსის სქემას, განსაზღვრავს რა მიმართება არსებობს სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის, სად მთავრდება სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქის სფეროში, ავტონომიაში ჩარევის ფარგლები და ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს. ამიტომ კონსენსუსზე უნდა იყოს ყველა შემთხვევაში ეს პროდუქტი დაფუძნებული. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მოლოდინი, რომელიც ვარაუდობ, რომ ჩემს მსგავსად არსებობს კომისიის სხვა წევრებს შორის, არის ის, რომ ეს იქნება რეალური პროცესი, სადაც იქნება აგონივრული დრო და სივრცე იმისთვის, რომ რეალურად გაიმართოს დისკუსიები, აღსდგას სხვადასხვაობა და მივიდეთ შეჯერებულ ვარიანტამდე, ანუ დრო არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. პრინციპში ახლა ჩვენ საკმაოდ შეზღუდული დრო გვაქვს და არ ვიცი რამდენად იქნება 30 აპრილამდე ახლა საუბარი. ამ დროში რეალურად ამ პროცესის წარმართვა ისე, როგორც ამას მოითხოვს ქვეყნის უზენაესი კანონი. ხშირად მიმდინარეობს საუბარი, რატომ ჩქარობს ხელისუფლება და რატომ დათქვა 30 აპრილი ამ პროცესის შემუშავებაზე, მუშაობის დასრულების პროცესად, თარიღი რატომ დაასახელა? თქვენ რას ფიქრობთ? ანუ საუბარი მიმდინარეობს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესთან არის ეს პირდაპირ კავშირში, პოლიტიკოსების მხრიდან კეთდება მსგავსი განცხადებები. რამდენად გონივრული იყო აი ამ ვადის დასახელება? მეც მსმენია ეს მოსაზრებები, ახლა ნამდვილად ვერ დავადასტურებ და ვერ ვარყოფ ამ ამბავს, იმიტომ რომ ჩემი გადაწყვეტილება არ არის ეს ვადა, მაგრამ როგორც პროცესში ჩართულ მხარეს, მგონია რომ ეს ვადა არ იქნება ადეკვატური და ჩვენ დიდი ალბათობით მოგვიწევს ვადის გაგრძელება. ამას ვუსვამ სწორედ ხაზს, რომ თუ რეალური მიზანი აღმოჩნდება, რომ არის პოლიტიკურ კონტექსტზე მორგება კონსტიტუციის, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან ცუდი ტრადიციის გაგრძელება და ალბათ აქ ეს გამოჩნდება, ეს სახურუკარგება ვერ მოხდება. და ერთ-ერთი მთავარი წუხილი, რომელიც მე ამ ეტაპზე უკვე მაქვს კომისიის მუშაობასთან მიმართებაში, არის პროცესი, როგორც ეს ყველაფერი მიმდინარეობს. ანუ მსმენელისთვისაც რომ იყოს გასაგები ამ ეტაპისთვის ყოველ შემთხვევაში დაწერილი და ოფიციალური ვერსია, როგორ უნდა იყოს ახალი თუ სახაცვლილი კონსტიტუცია წარმოდგენილი არ არის. არის შემუშავებული 4 სამუშაო ჯგუფი, სადაც კონკრეტული თემების მიხედვით მიმდინარეობს მუხლობრივი განხილვა და მუხლობრივი განხილვის საფუძველზე მოსაზრებების მოთელვა. მე მგონია, რომ როდესაც საქმე ეხება მნიშვნელოვან რეფორმას და აღარაფერს ვამბობ ისეთ მნიშვნელოვან ცვლილებას, როგორც არის კონსტიტუციის ცვლილება, ასე პროცესის დაგეგმვა თლად ეფექტური და გონივრული არ უნდა იყოს, იმიტომ რომ
მნიშვნელოვანია მოხდეს შეთანხმება კონცეპტუალურ საკითხებზე, ანუ მაგალითად 10 ძირითადი პრინციპი, რომელსაც კომისიის და ძირითადი საკითხი, რომელსაც კომისიის წევრები კონსენსუსურად ხედავენ როგორც პრობლემატურს მოქმედ კონსტიტუციაში. ეს შეიძლება ზოგისთვის იყოს მაგალითად პარლამენტის უფლებამოსილებები, ზოგისთვის იყოს პრეზიდენტის, ზოგისთვის იყოს პროკურატურის, ზოგისთვის იყოს რაღაც ადამიანის უფლებების თავში მნიშვნელოვანი დანაკლისი, რომელიც არსებობს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პროცესი დავიწყოთ ამ ძირითად საკითხებზე, გნებავს დავარქვათ ამას ხარვეზები, რომელიც კონსტიტუციაში არსებობს, ამაზე შეთანხმებით და შემდეგ როცა ამაზე მიღწეული იქნება მეტნაკლები შეთანხმება, რომ აი ზუსტად ეს არის, აქედან იწყება და აქ მთავრდება ჩვენი როგორც კომისიის მისია. ამის შემდეგ გადავიდეთ ჩვენს მუხლობრივ განხილვაზე, რაც არის უფრო ტექნიკური თემა. იმიტომ რომ არაერთხელ უკვე ჩვენ სამუშაო ჯგუფებში დისკუსიები აჩვენებს იმას, რომ რადგან არ არსებობს ფართო კონსენსუსი ამ კონცეპტუალურ საკითხებზე, მუხლობრივი განხილვა ხშირად ძალიან გრძელდება. აი სრულიად თითქოს არაპოლიტიკური და არასენსიტიური თემა რომ ავიღოთ, განხილვის საგანია ის კონსტიტუციაში უნდა გაძლიერდეს თუ არა ჩანაწერი სოციალურ-ეკონომიკური უფლების შესახებ. ჩემი აზრით და საია ამ მიმართულებას უწევს ადვოკატირებას და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ამისთვის, კონსტიტუციაში გაცილებით უფრო ძლიერად უნდა იყოს გაწერილი მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური უფლებები, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უფლებების, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და მიაჩნიათ, რომ კონსტიტუცია არ არის ამ უფლების გაწერის ადგილი. რაც ჩემთვის როგორც იურისტისთვის არის სულად გაუგებარი, მაგრამ ანუ ეს საკითხი ახლა რამდენი მუხლია მეორე თავში და ყველა იმ მუხლზე მსჯელობისას, რომელიც რაღაც შეხებაში შეიძლება იყოს სოციალურ-ეკონომიკური უფლებების საკითხთან, უშუალო შეხებაში ან არაპირდაპირ შეხებაში მუდმივად დაბრუნავს და დაბრუნდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ აი ეს თუ არ მოხდება შეთანხმება კონცეპტუალურ ჩარჩოზე, ჩვენ მუხლობრივი განხილვით გაგვიჭირდება და ეს დროს დაგოკარგინებს. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საშიშროება, რომელსაც ამ მუხლობრივი განხილვის რეჟიმში მივხედავ, არის ის, რომ ჩვენ კომისიის წევრებმა ბოლომდე ვერ დავინახოთ სურათი საით მიდის პროცესი. გასაგებია. ანუ მაგალითად რა ინსტიტუტი შეიძლება დასუსტდეს და თან დასუსტდეს ძალიან თანდათან ისე, რომ ცალკეული უფლებების ჩამოკლება არ ჩანდეს როგორც განსაკუთრებული საშიშროება და ერთიანობაში ჩვენ ეს ძალიან მოგვიანებით ეტაპზე შევძლოთ ამის დანახვა. და მეორე მხრივ რა ინსტიტუცია შეიძლება გაძლიერდეს ასევე თანდათანობით უხლობრივი განხილვის რეჟიმებში ისე რომ საბოლოოდ ჩვენ მივიღოთ ბედმეტად ძლიერი რომელიმე შტო, რაც შეეწინააღმდეგება ერთის მხრივ კონსტიტუციურ და მეორე მხრივ ძალთა ბალანსის პრინციპს, მაგრამ ამას ჩვენ თავისივე კი ვერ დავინახავთ სადღაც პროცესის შუაში ან ბოლოში, როდესაც უკვე ძალიან გვიანი იქნება ეფექტური რეაგირება. აი ესენი არის პრობლემა და კიდევ ერთ ამას დავამატებდი, რომელიც ვფიქრობ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი საკითხი, როცა საქმე ეხება კონსტიტუციას. ზოგადად კანონებს, მაგრამ განსაკუთრებით კონსტიტუციას. მე ვფიქრობ, რომ თლად ადეკვატური არ არის, როდესაც ჩემი პროფესიის მიმართ მიუხედავად დიდი პატივისცემის და სიყვარულისა, კონსტიტუცია არ არის მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი და არ შეიძლება კონსტიტუციას წერდნენ მხოლოდ იურისტები. ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის მაგალითად ერთ-ერთი უმთავრესი ინტერესის საგანი იქნება ჩვენ რომ რაღაც მოდელზე ან მოდელებზე შევჯერდებით დაიდოს ეკონომიკურ-ფინანსური ანალიზი შეუძლია თუ არა საქართველოს ტიპის ეკონომიკის მქონე ქვეყანას ამ მოდელის სახელმწიფოს დაფინანსება. მაგალითად ეს საკითხი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როცა კონსტიტუციას ეხება საკითხი, გაკეთდეს იყოს ინტერდისციპლინური მიდგომა. მაგალითად, პოლიტოლოგების, სოციოლოგების, გნებავთ კულტუროლოგების და ეთნოგრაფების ჩართვაც, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ კონსტიტუცია არ არის მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი და შესაბამისად მარტო იურისტებს არ გვაქვს ჩვენ არც შესაბამისი ცოდნა, არც კვალიფიკაცია და არც ფართო ხედვა, ინტერდისციპლინარული ხედვა, რომელიც ჩემი აზრით არის აუცილებელი იმისთვის, რომ მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც გაუძლებს თაობებს და არ დადგება 5 თუ 10 თუ 20 წლის შემდეგ კიდევ საჭიროება, რომ არსებითად ეს კონსტიტუცია გადაიხადოს. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ანა, რომ მონაწილეობდით გადაცემაში და უპასუხობდით ჩვენ შეკითხვებს. მე წარმატებებს გისურვებთ. ახლა კი პირდაპირ ეთერში ვთავთ გიორგი კახიანს, უმრავლესობის წევრს. ბატონ გიორგი, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოგესალმებით, მოგესალმებით, მენებს მადლობთ, რომ მომიწვიეთ.
ბატონო გიორგი, ქალბატონმა ანამ საუბრის დასასრულს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით საუბრობდით. მასთანაც თქვა, რომ მთავარია მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც გაუძლებს თაობებს. რამდენად თქვენ უკვე დაიწყო მუშაობა საკონსტიტუციო კომისიამ. თქვენ რას ფიქრობთ, მივიღებთ კონსტიტუციას, რომელიც თაობებს გაუძლებს? დიახ, დაგეთანხმებით, რომ კონსტიტუცია, რომელიც სახელმწიფოს ექნება, აი ამ საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის და შემდგომ უკვე პარლამენტში მოსაუზენი პროცესების შედეგად ეს უნდა იყოს აქტი, რომელიც 10 წლეულებზე იქნება გათვლილი და არ უნდა გაჩნდეს კითხვები მთელი საკითხებთან მიმართებაში, ვინაიდან ეს რა თქმა უნდა არ არის ასურველი, იმიტომ რომ ისეთი აქტი, ისეთი მნიშვნელოვანი აქტი, როგორც არის კონსტიტუცია, რომელსაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია, უნდა იყოს ისეთი, რომელიც პირველ რიგში ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს. მე ვფიქრობ, რომ პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, სწორედ აი აქეთკენ არის მიმართული და სწორედ ამით დასრულდება. ასეთივე განცხადებები კეთდებოდა 2004 და 2010 წლებში. მაღალი კონსენსუსის მქონე და ზოგადად მოწონებული იურიდიული წრეების მხრიდან და არა მხოლოდ იურიდიული, არამედ ზოგადად საზოგადოების მხრიდან. ეს იქნება პოლიტიკური ესე ვთქვათ საზოგადოება თუ ზოგადად სამოქალაქო საზოგადოება. ბატონ გიორგი, ალბათ მოქალაქეები, რომლებიც ჩვენ გვისმენენ, მათ აქვთ ალბათ გაუჩნდებათ მსგავსი შეკითხვა, რომ ასეთი განცხადებები პოლიტიკოსების მხრიდან ან საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართული ამა თუ იმ პირის მხრიდან კეთდებოდა 2004-ში, 2010 წელსაც, როდესაც განხორციელდა კონსტიტუციაში ცვლილებები. რა გარანტია არსებობს შეგიძლია დღეს თქვენ გითხრათ, აი კონსენსუსის საფუძველზე მოხდება გადაწყვეტილების მიღება, რომ პოლიტიკურ ძალას, რაზეც მუდმივად მიმდინარეობს ამ ქვეყანაში საუბარი, რომ მაგალითად კეთდებოდა განცხადებები სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მოირგო საკუთარ ინტერესებზე კონსტიტუცია, რომელიც დღეს მოქმედებს ქვეყანაში. თქვენი უშუალოდ წლების შემდეგ თქვენზეც რომ მსგავსი რამ არ ითქოს, აი რა გარანტიას ხედავთ და რა გარანტიას აჩვენებთ დღეს საზოგადოებას, რომ არ კონდეს თუნდაც რომელიმე პოლიტიკოს ცდუნება იმის, რომ თავის ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელოს. ამის ძალიან მნიშვნელოვანი გარანტია არის თავად ის პროცესი, როგორ მიმდინარეობს და როგორია დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ, რამდენად სწორედ წარმართავთ ჩვენ ამ პროცესს, აი ეს არის მთავარი გარანტია. დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ ჯერჯერობით მე რასაც ვუყურებ, ხალხს ერთია, რომ ეს პოზიტიურად არის შეფასებული, ძალიან მნიშვნელოვანია ის წარმომადგენლობითობა, როგორ არის დაკომპლექტებული არასამთავრობო სექტორის ფაქტოს სპექტრია წარმოდგენილი საკმაოდ. ხო, 70 წევრი არის და აქ არიან პოლიტიკური ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, არასაპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები, სპეციალისტები, კონსტიტუციონალისტები და ასე შემდგომ. ანუ ყველანაირი წინაპირობა არსებობს. გარდა ამისა, ფაქტობრივად ყველა არის მონდომებული, ხა სამწუხაროდ რა თქმა უნდა, ყველას ვისაც სურვილი ექნებოდა კომისიაში ვერ მიიღებდა მონაწილეობას. ასეთი მსვლელები კიდევ ძალიან ბევრი იყო, რომელსაც ასევე უნდათ მონაწილეობის მიღება. განცხადებების პოლიტიკური ჯგუფები თუ ასე შემდგომ. ანუ მთლიანობაში ეს ძალიან პოზიტიურად, ეს პროცესი ძალიან პოზიტიურად მიმდინარეობს. ერთადერთი რაც მე ჩემთვის უბრალოდ კითხვებს აჩენს და გაუგებარია და იმედი მაქვს, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება, ეს არის ამ პროცესის მიმართ დამოკიდებულება პრეზიდენტის მხრიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან. მაგ შეკითხვით მინდა გადმოვიდეთ თქვენთან პრეზიდენტის ფუნქციები კონსტიტუციაში როგორ მიდის განხილვა, სუსტდება თუ არ სუსტდება და შემდეგ უკვე პრეზიდენტის პოზიციასთან დაკავშირებითაც ვისაუბროთ, რომელმაც უარი განაცხადა ამ ფორმატში მუშაობაზე. ხო, ანუ ჩემთვის გაუგებარი არის, აი როგორ პირიქით ეს ინსტიტუცია ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მონდომებული და დაინტერესებული უნდა იყოს ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა და მართლება პირიქით. ანუ მართლა ალბათ რაღაცა განსაკუთრებული შემთხვევაა, ესეთი შემთხვევა არ ვიცი, თუ შეიძლება სხვა რომელიმე სახელმწიფოში არსებობს. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ამა თუ იმ ფორმით მაინც რაღაცნაირად ჩაერთვებიან და მიიღებენ ამ პროცესში მონაწილეობას. ეხლა რაც შეეხება ზოგადად ცვლილებებს
რომელიც შეიძლება შეეხოს საპრეზიდენტო ინსტიტუციაზე. ჩვენ თქვით, რომ ძირითადი მიზანი ამ კომისიის შექმნის და კონსტიტუციის ცვლილებების შეტანის ეს არის ისეთი მოდელის შემუშავება, რომელიც იქნება დაბალანსებული და აი ამ ბალანსის თვალსაზრისით რაიმე კითხვები არ გაჩნდება. ამ ბალანსის სისტემაში ახლა ვინაიდან ჩვენ მაინც უფრო თავიდანვე მივიღეთ გადაწყვეტილება და ზოგადად ეს იყო პირველი საკონსტიტუციო კომისიის პირველ შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ რა მიმართულებით გვინდა წავიყვანოთ პროცესი. ანუ ვაძლიერებთ თქვა საპარლამენტო რესპუბლიკას თუ რაღაც მივდივართ შერეული სისტემისკენ, შეიძლება ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკისკენ, ამასთან დაკავშირებით პოზიციაც ანუ ფაქტიურად თავსახა იყო, შეიძლება ესე ითქვას, ყოველ შემთხვევაში ვერ ვიხსენებ, რომ ვინმე საიმე განსხვავებული პოზიცია ჰქონოდა მთლიანად ამ საკონსტიტუციო კომისიის შეხვედრაზე, პირველ შეხვედრას გულისხმობ, პოზიცია იყო ის, რომ ვაძლიერებთ საპარლამენტო რესპუბლიკას. ამ მიმართულებით მივდივართ და ამ ნათქვამში რაც გამოსასწორებელია, რაც შესაძლებელია, რაც ხელისუფლების დაბალანსებას ემსახურება, ამ ცვლილებებზე ბუნებრივია ყველაფერზე მსჯელობთ. ეხლა ამ სისტემაში თუ როგორ იქნება პრეზიდენტი წარმოდგენილი? არჩევითობასთან დაკავშირებით არის პირდაპირ წესით მოხდება თუ მოხდება დანიშნო პრეზიდენტის? ესე იგი როგორ არის, რომ პირველ რიგში მე უშუალოდ ამ ჯგუფის წევრი არა ვარ, ამ როგორც მოგესალმებით სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფი, რომელიც საპრეზიდენტო საკითხებზე მუშაობს, მე ამ ჯგუფის წევრი არა ვარ, მაგრამ ჩემ პოზიციას გეტყვით, როგორ შეიძლება აი ამ გადაწყვეტილებამდე მისვლა. პირველ რიგში ჩემს და უფრო სწორი იქნება თუ იქნება საუბარი პრეზიდენტის სტატუსზე და იმ უფლებამოსილებებზე, რომელიც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს. როგორ წარმოგვიდგენია იგი? მას ექნება წარმომადგენლობით ფუნქციები, როგორც ეს არის თქვა დამახასიათებელი საპარლამენტო რესპუბლიკისათვის, თუ შეიძლება კიდევ რაღაც აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაში რაღაც დამატებით მიენიჭოს. ვინაიდან გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკას ვაძლიერებთ და ვფიქრობ, ეს არის სწორი მიმართულება, შესაბამისად პრეზიდენტის იმ დაგვარად წარმომიდგენია, როგორც არის საპარლამენტო რესპუბლიკებში. ეხლა, როდესაც შევჩერდებით იმაზე, თუ როგორი კომპეტენციების მატარებელი იქნება პრეზიდენტი, ამის შემდგომ უკვე უფრო მარტივი არის იმაზე საუბარი, აი ესეთი პრეზიდენტი როგორი წესით უნდა იყოს არჩეული. ეს უნდა იყოს პირდაპირ წესით არჩეული თუ ირიბი წესით არჩეული. თუ ესე იგი და რატო ვამბობ ამას? პირდაპირ წესით პრეზიდენტის არჩევა მას საკმაოდ მაღალ ლეგიტიმაციას შეძლებს. და იმ შემთხვევაში თუ და მაშინ როდესაც ესეთი ვითარებაა, ანუ თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია და არ აქვს შესაბამისი უფლებამოსილებები, უბრალოდ არარელევანტურია მისი თანამდებობაზე გამწესების წესი, ამ შემთხვევაში პირდაპირ არჩევნების წესი იმ უფლებამოსილებებთან, რომელიც მას გააჩნია და ეს ამან შეიძლება თალკი კითხვები გააჩინოს. ამიტომ საბოლოო ჯამში ალბათ ეს პროცესი როგორც მიმდინარეობს, მიგვიყვანს ჩვენ სწორ დასკვნამდე თუ როგორი წესით უნდა იყოს მათ შორის პრეზიდენტის არჩევა. გასაგებია, ბოლოს მინდა გკითხოთ აუცილებლად ეს თემა არ ამოიწურება ბუნებრივია ერთ გადაცემაში და შესაბამისად პირდაპირ ჩართვის რეჟიმშიც ძნელია რომ ვისაუბროთ. პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ თუ მიმდინარეობს ამ თემაზე და არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია და ასევე რამდენიმე ექსპერტი კომისიის მუშაობაში ჩართული პირის მხრიდან, პოლიტიკოსების მხრიდან კეთდება განცხადება, რომ 30 აპრილი დასახელებული თარიღი მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცესი მოხდეს, აი ამიტომ მოხდა დაჩქარება, რომ რაც შეიძლება ცვლილება შესული კონსტიტუციით მოხდეს უკვე საპრეზიდენტო ინსტიტუტის ფუნქციონირება. მოდით მაშინ აი მეორე კითხვი დავიწყოთ, და ისე უკვე საპრეზიდენტო ინსტიტუტს ეხება ეს არის სრული აბსურდი, თუ იმ ესეთ ამას ვარაუდობს, პირობითად ვიძახი, რომ შეიძლება კომისიამ გადაწყვიტოს და შემდგომ პარლამენტმაც ამას ხარი დაუჭიროს, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს არაპირდაპირ წესით და ეს რამენაირად შეიძლება შეეხოს მოქმედ პრეზიდენტს, ეს შეგვიძლია ახლა გითხრათ, რომ გამოვრიცხოთ. ეს არ მოხდება. მოქმედი პრეზიდენტი თავის უფლებამოსილების ვადას დაასრულებს იმ კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც მას აქვს მინიჭებული არჩევის მომენტიდან და მოგეხსენებათ ეს ცვლილებები 2010 წელს განახორციელა ნაციონალურ მოძრაობამ და შემდგომ ამოქმედა ისინი 2013 წელს. ანუ
პრეზიდენტი როგორი სტატუსიც არის დღევანდელ ინსტიტუციას გულისხმობ, ეს არის 2010 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად მიღებული საპრეზიდენტო ინსტიტუცია. შესაბამისად, ცვლილებები რაც არ უნდა განხორციელდეს ამ ინსტიტუციასთან მიმართებაში, ეს არანაირად არ შეეხება მოქმედ პრეზიდენტს. და ზოგადად ერთი რამე მინდა თქვა, არასწორი არის მიდგომა, როდესაც ინსტიტუციაზე ვსაუბრობ და მაგალითად კონკრეტული პიროვნებები მოყავთ. ეს უკვე არასწორი მიდგომა არის. ჩვენ პიროვნებებზე კი უნდა ვისაუბროთ, უნდა ვისაუბროთ ინსტიტუციებზე და პიროვნებები უნდა ერგებოდნენ ინსტიტუციებს და არა ინსტიტუციები უნდა იყოს პიროვნებებს ვერდებული, როგორც სამწუხაროდ ეს ადრე ხდებოდა. ასე რომ ჩვენ მივდივართ ინსტიტუციებზე და თავად ეს ინსტიტუცია არ ვიცი ამ კონკრეტულად საპრეზიდენტო ინსტიტუციის მიმართ რა ცვლილებები განხორციელდება, მაგრამ ყველაფერი ეს რა თქმა უნდა ამოქმედება ამ მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდგომ ან შესაძლოა კიდევ უფრო მოგვიანებით. ანუ არანაირად ეს არ უკავშირდება მოქმედ პრეზიდენტს. ეხლა რაც შეეხება მეორე კითხვას თქვენ პარლამენტის გადმოტანა, რომელიც არჩევნების შემდეგ მუდმივად აქტუალურია. მე სწორედ იმ ჯგუფში მუშაობ, რომელსაც საპარლამენტო საკითხები ეხება და მათ შორის ერთი შეხვედრა იყო ამ სამუშაო ჯგუფის და ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე იყო საუბარი პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით. მოგახსენებთ რა მოსაზრებები გამოითქვა ამ კომისიაზე და მანამდე ვისურვებთ ჩემგიათ მოსაზრებას. ესე იგი, პირველ რიგში ჩვენ უნდა გვესმოდეთ ძალიან კარგად, რომ ხელისუფლება ფიქრობს იმაზე, თუ რა ბედი ეწევა ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ რეგიონს, ქალაქს და მათ შორის რა თქმა უნდა ქუთაისს. და ქუთაისთან მიმართებაში ის თუ რატომაც იქნა თავის დროზე პარლამენტი გადატანილი ქუთაისში, ეს ერთი შეხედვით ახსნილი იყო იმგვარად, თითქოს აი ამან უნდა შეუწყოს ქალაქის განვითარებას, ხო? სხვადასხვა გაგებით. ნუ არ ვიცი ხა ეს რეალურად ამან რა შედეგი მოიტანა, დასკვნები თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შეუძლია გააკეთოს, ხო? მაგრამ ჩვენ ქუთაისთან მიმართებაში როგორც მოგეხსენებათ გვაქვს ეს ჩვენი ესე ვთქვათ პროგრამა ხედვა და ამ პროგრამის შემადგენელია ის რომ ქუთაისი უნდა გადაიქცეს საუნივერსიტეტო ქალაქად, ხო? ის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლის მშენებლობაც ძალიან მალე დაიწყება და ეს იყო ჩვენი პროგრამის შემადგენელი ნაწილი და წინასწარი ესე ვთქვათ პროგნოზებით რამდენიმე ათობით, ნუ საუბარი არის იქ 30-40,000 სტუდენტზე, სტუდენტი მას სწავლობდეს უკვე შორეულ პერსპექტივაში ამ უნივერსიტეტში. ესეთი ცვლილება და ესეთი პროექტის განხორციელება მართლა იქნება ქუთაისისთვის ბევრი სიკეთის მომტანი სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის რაღაცა მატერიალური, ეკონომიკური და ასე შემდგომ. რაც შეეხება ახლა პარლამენტთან მიმართებაში, მე არ ვაკეთებ დასკვნებს, ანუ პარლამენტის გადატანა ქუთაისს რა მოუტანა. ერთი რამეში ნამდვილად შემიძლია თქვა, რომ ის 9 მილიარდი, რომელიც დაიხარჯა პარლამენტის მშენებლობაში, შეიძლებოდა ბევრად უფრო რაციონალურად დახარჯულიყო, რომ ქუთაისს ეს ბევრად უფრო დათხოვოდა ყველა თვალსაზრისით. მაგრამ მე შემიძლია ახლა უფრო მეტი გითხრათ, პარლამენტს რა მოუტანა ის ესე ვთქვათ ქუთაისში გადატანა. გაზრდილი ხარჯები. გაზრდილი ხარჯები, რაზეც მიმდინარეობს საუბარი. გაზრდილი ხარჯები, ამას ყველაფერს რო თავი დავანებოთ. მთავრობისა და პარლამენტის გამიჯვნა. ფუნქციონირებას ეწევა გარკვეული პრობლემები. და საკონსტიტუციო კომისიის ფორმაზე, რაზეც მე ვისაუბრე, ფაქტიურად ყველამ ამას ხაზი გაუსვა და ფაქტიურად ყველა ამ იდეას მხარს უჭერდა. არასწორი არის საკანონმდებლო ორგანოს და აღმასრულებელი ხელისუფლების და არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების, არამედ ყველა დანარჩენის, ანუ საპარლამენტო ორგანოს და ყველა დანარჩენის სხვადასხვა ქალაქში ყოფნა, არსებობა და მით უმეტეს, როდესაც დისტანცია არის დაახლოებით 3 საათიანი. ეს მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის პარლამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას და ამას ჩვენ ვერსად ვერ გავიქცევით. ეს არის რეალობა. კომისიაში იყო სხვადასხვა ვერსიები გამოთქმული, თუ როგორ შეიძლება იყოს რეგულირებული ეს საკითხი, იყო შეხედულება გამოთქმული, რომ საერთოდ ეს არ უნდა იყოს კონსტიტუციით დარეგულირებული საკითხი, იმიტომ რომ ფაქტობრივად არც სახელმწიფოს, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არ არის ცნობილი, რომელიც სახელმწიფოს კონსტიტუციაში არის პარლამენტის ადგილსამყოფელი დაწერილი. ზოგადად ესეთი
ესეთი პრაქტიკა სოფიოს სახელმწიფო კონსტიტუციებში გადავალებთოს არ არსებობს. ამიტომ იყო ერთი ვერსია, რომ საერთოდ ამოღებული იყოს ეს რეგულაცია პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით ეს იქნება, რომელ ქალაქში ეს რეგლამენტი დარეგულირდეს. იყო ესე ვთქვათ, იყო ესეთი ვერსიაც, რომ ხომ არ განისაზღვროს, რომ მაგალითად პარლამენტის ადგილსამყოფელი არის საქართველოს დედაქალაქი. ესეთი ვერსიაც იყო. მაგრამ თლიანობაში აი იმ პოზიციებს, იმ მოსაზრებას, რაც პარლამენტის სხვა ქალაქში ყოფნას ეხება, ფაქტობრივად ყველა კომისიის წევრი, უბრალოდ სამუშაო ჯგუფის წევრი ამას იზიარებდა, ერთადერთი, ფორმაზე უკვე შეთანხმდა. წარმომადგენლები ბუნებრივია, გასაგებია ისინი რა პოზიციას დააფიქსირებდნენ, ისინი იგივე პოზიციას აფიქსირებდნენ, რაც მათ თავის დროზე ჰქონდათ. მაშინ, როდესაც ისინი იღებდნენ გადაწყვეტილებას და ქუთაისში გადაიტანეს პარლამენტი. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი, რომ გვერდთვებოდით და ამომწურავად გვიპასუხეთ იმ შეკითხვებზე, რაც ჰქონდა. წარმატებებს გისურვებთ. მსმენელს კი შევახსენებ, რომ გიორგი კახიანი გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში. რეკლამა და რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით უკვე ვახტანგ ხმალაძესთან ერთად, რომელიც არის ექსპერტი კომისიაში და შესაბამისად ის გაგვაცნობს უკვე საკუთარ პოზიციას. ჩვენ მზად ვართ პროფესიონალი იურისტების დახმარებით პასუხი გავცეთ თქვენს ყველა სამართლებრივ შეკითხვას. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ჩვენ გადაცემაში საშუალება გვაქვს ახლა ჩავრთოთ ვახტანგ ხმალაძე. მოგესალმებით ბატონ ვახტანგ, ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. გამარჯობა. ბატონო ვახტანგ, აქ საუბრობდით ანა ნაცვლიშვილი გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში, ასევე გიორგი კახიანი და ქალბატონმა ანამ დაასრულა საუბარი შემდეგი ფრაზით: იმედია მივიღებთ კონსტიტუციას, რომელიც წლებს გაუძლებს და არ მოუწევს უკვე სხვა ხელისუფლებებს ცვლილებების გატარება. რეალურად თქვენ როგორ ფიქრობთ, დღეს მზად არის ქვეყანა და ის სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს ამ პროცესთან დაკავშირებით, თქვენ ექსპერტის სახით ხართ ჩართული ამ პროცესში, რომ მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც არ იქნება არც ერთ პოლიტიკურ ძალაზე მორგებული, არამედ იქნება ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე და იქნება დოკუმენტი, რომლის ცვლილების სურვილიც არ ექნება არავის. მცირე ცვლილებებს თუ არ გულისხმობთ. ჩემი აზრით, ქვეყანა არათუ მზად არის, არამედ ამის მოლოდინშია. სხვა საქმეა, ეს გახდება შესაძლებელი თუ არა, ამას ვამბობ. უბრალოდ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით ამ სფეროში მუშაობისაგან, როდესაც ბევრი რამ აშკარა იყო, რომ როგორ უნდა ყოფილიყო, იყო ამის დიდი მოლოდინი, მაგრამ ასე არ გაკეთდა და გაკეთდა ისე, როგორც არ უნდა გაკეთებულიყო. მე ძალიან მინდა, რომ ასეთი სკეპტიკური ჩემი სკეპტიციზმი არ გამართლდეს და მივიღოთ ის, რაც მართლაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რაც სჭირდება ჩვენ საზოგადოებას. როგორც დაიწყო განხილვების პროცესი, თქვენ საკმაოდ გამოცდილი ბრძანდებით ამ პროცესში. რას წინასწარი პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ? აი, რამდენად ღია ხელისუფლება ამ შემთხვევაში, რომ მიიღოს განსხვავებული აზრი კომისიის წევრების მხრიდან? საკმაოდ აქტიურად არის წარმოდგენილი არასამთავრობო სექტორიც, კონსტიტუციონალისტებიც დაკომპლექტებული შეიძლება ითქვას, რომ არის კარგად. თუმცა რამდენად მზად იქნება ხელისუფლება უკვე საკუთარი ინტერესები არ გაატაროს, არამედ გაატაროს ქვეყნის ინტერესები, მოდით ესე ვთქვათ. მე ორი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მივიღებ მონაწილეობა და მინდა გითხრათ, რომ განხილვები, რომელიც მიმდინარეობს საფუძვლიანად, შვიდად, იშვიათად არის წმინდად ისეთი პოლიტიკური დატვირთვის თქვათ განცხადებები. ძირითადად მიდის პროფესიულ თემებზე საუბარი, მრავალმხრივი და სხვადასხვა კუთხით განხილვა ყოველი საკითხისა. ერთი არის ეს ყველაფერი კარგია, ასეთი იმდენად საფუძვლიანად მიდის განხილვა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე მუხლის გავლა მოვასწარეთ. ანუ მან შეიძლება შეიქმნას დროის პრობლემა, რომ დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ კონსტიტუციის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ იქნებოდა სწორი, რომ ჩვენ გვეჩქარა და არ მოგვესმინა ყველა მოსაზრებისთვის. აი მას შემდეგ, როდესაც
დასრულდება ეს მსჯელობები, ეს დისკუსია უკვე შემდგომ შეუდგებიან სამუშაო ჯგუფები გადაწყვეტილებების მიღებას. ამა თუ იმ საკითხზე, რომელსაც წარუდგენენ უკვე საკონსტიტუციო კომისიას, რომელიც შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას თუ როგორი პროექტი წარადგინოს პარლამენტს. ჯერჯერობით მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩანს შეთანხმების შესაძლებლობა. დიახ. საკმაოდ ფართო შეთანხმებისა, მაგრამ მაინც დაველოდებოდი მე უკვე გადაწყვეტილებების მიღების ეტაპს, რადგან ისე სამწუხაროდ არაერთხელ ყოფილა, რომ აი ასე მსჯელობისას ჩანს, რომ შეთანხმება მიღწევადია, მაგრამ უკვე გადაწყვეტილების მიღების დროს ეს აღარ მომხდარა. აუცილებლად უნდა გკითხოთ პრეზიდენტის ჩართვასთან დაკავშირებით ფუნქცია კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩართულობასთან დაკავშირებით. ჩვენთან გვერდებოდა როგორც გითხარით გიორგი კახიანი და მან საკმაოდ სამწუხარო უწოდა აღნიშნულ ფაქტს. თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს თავისი არგუმენტები, რის შესახებაც ისაუბრა ფიქრია ჩიხალაძემ. თქვენ როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტის ჩართულობა რამდენად მნიშვნელოვანია იყო ამ პროცესში და უნდა ჩართულიყო თუ არა გიორგი მარგველაშვილი? მისი არგუმენტები რამდენად თქვენთვის მისაღები იყო, რის გამოც მან უარი თქვა ამ კომისიაში მუშაობაზე? მე ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა ჩართვა ამ საქმის თქვა სპეციალისტის ჩართვა მისი სახელით. ეს იქნებოდა უკეთესი, თუმცა არის ერთი არგუმენტი, რომელიც მე არ ვსმენია, მაგრამ აი მე გეტყვით რას ვფიქრობ, როდესაც გარკვეული, ასე ვთქვათ, წესების, უფლებამოსილებების და ასე შემდეგ ამ საკითხებზე მიდის მსჯელობა, ჩვეულებრივ, როცა ჩართულია უშუალოდ ის ინსტიტუტი, რომელზეც არის საუბარი, მაშინ აქ უფრო მეტად ჩნდება ხოლმე სუბიექტური დამოკიდებულება. და შესაძლებელია დაინტერესებული პირის ჩართვისას გადაწყვეტილება გადაიხაროს სუბიექტური მიდგომისკენ, ნაცვლად იმისა, რომ იყოს ობიექტური და როდესაც მსჯელობენ საკითხზე ის პირები, რომლებიც უშუალოდ არ წარმოადგენენ ამ ინსტიტუტს. მათ მეტი შესაძლებლობა აქვთ ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისა. პოლიტიკური თვალსაზრისით უკეთესი იქნებოდა ალბათ ჩემი აზრით, რომ წარმოდგენილი ყოფილიყო პრეზიდენტის ინსტიტუტი, მაგრამ წმინდად, ასე ვთქვათ, აკადემიური თვალსაზრისით მე ვამჯობინებდი, რომ პროექტზე ემუშავათ იმ პირებს, იმ სპეციალისტებს, იმ პროფესიონალებს, რომლებსაც უშუალო ინტერესი არ აქვთ ამ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ირაკლი კობახიძის თავმჯდომარე ხელმძღვანელობა იყო ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გარკვეულწილად მიუღებელი. თქვენ რამდენად მოგწონთ ეს ფაქტი თვითონ და რამდენად მისაღებია თქვენთვის? პრეზიდენტის წინადადება იყო, რომ კომისიას ხდოდა 3 თანათავმჯდომარე. მე მაშინვე ვთქვი და ახლაც გავემეორებ, რომ მე ეს იდეა მაინცა და მაინც არ მომწონს. უფრო მეტად საერთოდ არ მომწონს. რადგან ერთი მხრივ პრობლემა ჩნდება ხოლმე 2-3 უფროსი როცა ყავს ერთ საქმეს, პრობლემა ჩნდება იმისა, რომ შეიძლება ეს საქმე საერთოდ უყურადღებოდ დარჩეს ერთი მეორის იმედად. მეორე მხრივ ის, რომ როცა 3 უფროსი ყავს, ამ დროს შეიძლება იყოს მცდელობა ასე ვთქვათ, ხელის გადაწევისა, არამე და არამე ვინ არის უფრო უფროსი, 3 უფროსია, მაგრამ მათ შორის უფრო უფროსი ვინ არის. ასე დროს ამ სამ პირში პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, 3-ვე უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირები
არ მგონია რომ ამას ეფექტი კარგი შედეგი მოეტანა. წმინდა და რაციონალური მიდგომის თვალსაზრისით ჯობს რომ საქმეს ყავდეს ერთი ხელმძღვანელი. ბატონო ვახტანგ, აუცილებლად უნდა გკითხოთ კონსტიტუციასთან დაკავშირებით. დღეს ქვეყანას რა მოდელი აქვს? მუდმივად მიმდინარეობს საუბრები მას შემდეგ, რაც განხორციელდა ცვლილება 2010 წელს, არის საპარლამენტო რესპუბლიკა, არის საპრეზიდენტო რესპუბლიკა. 2004 წლამდე იყო უფრო ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტი, დღეს შესუსტებულია პრეზიდენტის ინსტიტუტი, გაძლიერებულია საპარლამენტო როლი, ხო, ამ პროცესებში. ამიტომ მინდა გკითხოთ, დღეს ჩვენ რა მოდელი გვაქვს? თუ ეს არის მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალაზე მორგებული მოდელი, რაზეც განცხადებებს აკეთებენ უკვე მართველი გუნდის წარმომადგენლები და სხვადასხვა პოლიტიკოსები. და რა უნდა მიიღოს ქვეყნისთვის დღეს თქვენი მოსაზრებით, რომელი მოდელი არის ყველაზე კარგი მოწყობის? საპარლამენტო, საპრეზიდენტო, თქვენ თავად თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით? 2004 წლამდე მოდელი, რომელიც ჩვენთან იყო, ეს იყო თითქმის კლასიკური საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელი. როდესაც პრეზიდენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი. დიახ. Und ამ აღმასრულებელ ხელისუფლებას აკონტროლებს პარლამენტი. დიახ. 2004 წლის ცვლილებით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს მოდელი მათ შეცვალეს მოდელით, რომელსაც თავად უწოდებდნენ შერეულ მოდელს, შერეული მმართველობის მოდელს, თუმცა ყველა სპეციალისტის მიერ, როგორც ჩვენთან ასევე საზღვარგარეთ, ეს მოდელი იყო შეფასებული როგორც სუპერ საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელი. ანუ მოდელი, რომელშიც პრეზიდენტს ჰქონდა განუზომელი უფლებამოსილებები და დამცრობილი იყო პარლამენტი, მთავრობა როგორც დამოუკიდებელი ორგანო პრაქტიკულად აღარ არსებობდა, ეს პრეზიდენტზე იყო და მთლიანად დამოუკიდებელი. თუმცა პრეზიდენტს პასუხს ვერაფერზე ვერ მოსთხოვდა. ეს მოდელი შეიცვალა 2010 წლის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, რომლებიც უნდა მოქმედებულიყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ანუ 2013 წლამდე კვლავ სუპერ საპრეზიდენტო რჩებოდა, მაგრამ ამ ეს როგორც კი ეს ცვლილებები ამოქმედებოდა, უკვე ჩვენ გვექნებოდა არა სუპერ საპრეზიდენტო რესპუბლიკა, არამედ სუპერ საპრემიერ-მინისტრო რესპუბლიკა. რაც ისევე ძალიან ცუდია, როგორც სუპერ საპრეზიდენტო. ამის პოლიტიკური მიზეზები ჩვენ ვიცით. სააკაშვილი ვეღარ იყრიდა კენჭს როგორც პრეზიდენტი, რადგან 2 ვადით უკვე იყო არჩეული და შესაბამისად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აღარ სჭირდებოდა სუპერ საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ეს და ჩვენ უკვე 2013 წლის შემდეგ მივიღებდით განუზომელი ძალაუფლებების ხონა პრემიერ-მინისტრს, რასაც ძალიან ცუდი იქნებოდა, თუმცა წინა პარლამენტმა შეძლო ის, რომ გარკვეულწილად შეამცირა პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებები და დაუახლოვა მოდელი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს. ამჟამად რაც ჩვენთან მოქმედებს. ეს შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი, თუმცა მასში არის ნორმები, რომლებმაც შეიძლება სერიოზული პრობლემები შექმნას, თუ კი შეიქმნა ვთქვათ პოლიტიკური არასტაბილურობის ვითარება. თუ კი გაჩნდა დაპირისპირება პარლამენტს და მთავრობას შორის, მაშინ კონსტიტუციის რიგმა ნორმებმა, რაც დღეს წერია, შეიძლება ღრმა კრიზისში ჩაგვაგდოს. ამიტომ ის რაც გაცხადებულია, რომ ჩვენ მივდივართ კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკისკენ. ჩემთვის არის სავსებით მისაღები და ამ კომისიამ ახლა უნდა შეეძლოს ყველა იმ ხარვეზის აღმოფხვრა, რაც კონსტიტუციაში არის. და მე ამას ვამბობ იმიტომ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა მიმაჩნია ისეთ მოდელად,
რომელიც ხელს უწყობს ერთი მხრივ პოლიტიკურ პლურალიზმს და მეორე მხრივ ხელს უწყობს პოლიტიკური შეთანხმებების საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღებას. ეს მოდელი შესაძლებლობას იძლევა ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური კრიზისებიდან, რომლებიც ყველა ქვეყანაში ხდება ხოლმე, ვიდრე სხვა მოდელები. და ამიტომაც ეს მოდელი საშუალებას იძლევა ისეთი მკვეთრი პოლიტიკური ცვლილებების გარეშე მიმდინარეობდეს პროცესები, უფრო იყოს ეს პროცესები ევოლუციური, განვითარებადი ვიდრე რევოლუციური. გასაგებია და ბოლოს უნდა გკითხოთ, პრეზიდენტი უნდა აირჩიონ ამ მოდელის შემთხვევაში, რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ იდეალური იქნებოდა საკონსტიტუცია ასე იყოს მიღებული ქვეყნის, უნდა იყოს არჩევითი ამ მოდელში თუ დანიშნული? აქ როგორ გითხრათ, ახლა ეს საკითხი, ეს პრობლემა არაერთ სახელმწიფოში მდგარა. მე ვიტყოდი ყველგან, სადაც გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა. ამ სახელმწიფოთა უდიდესმა ნაწილმა მიიჩნია, რომ პრეზიდენტი არ უნდა აირჩეოდეს პირდაპირი არჩევნების გზით. რამდენიმე სახელმწიფოში ჩათვალეს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნებით უნდა ირჩეოდეს. ანუ დღეს ასეთი სურათი გვაქვს. უამრავი არგუმენტი თქმულა როგორც პრო, ასევე კონტრა. მაგრამ არჩევანი არის აი ასეთი. ლოგიკა ჩემი აზრით გვხარდახობს იმას, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნებით არ უნდა ირჩეოდეს. და ამის უმთავრესი არგუმენტი გახლავთ ის, რომ პრეზიდენტს არ აქვს არც საკანონმდებლო უფლებამოსილება და პრეზიდენტს არ აქვს არც აღმასრულებელი უფლებამოსილება. ამდენად პრეზიდენტის ხელში არ არის ის ძალაუფლება, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს ან დააწესოს წესი თუ როგორ უნდა იმოქმედოს ამა თუ იმ ინსტიტუტმა, როგორი უნდა იყოს ურთიერთობები, არამედ მას არ აქვს არანაირი ბერკეტი იმისა, რომ მან განახორციელოს სახელმწიფოს მართვა. პრეზიდენტის ფუნქცია ამ მოდელში არის ფორმალური. უფრო ის ერთი წარმომადგენლობითი და მეორე მისი მონაწილეობა ისეთი სახელმწიფო დაწესებულებების ფორმირებაში, რომლებიც არ მიეკუთვნება აღმასრულებელ ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტობის კანდიდატები თუ გავლენ პირდაპირი არჩევნების დროს, ხომ უნდა გავიდნენ ისინი ჩვენს მოქალაქეებთან, მათ უნდა შესთავაზონ რაღაცეები. დგება კითხვა, რა შეიძლება შესთავაზოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მოქალაქეებს და რითი შეიძლება ერთმანეთს გაუწიონ კონკურენცია სხვადასხვა კანდიდატებმა. ისინი ხომ ვერანაირ ასეთ პროგრამას ვერ წარუდგენენ. ვერ განახორციელებენ ყოველი შემთხვევაში. შესაბამისად, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნები უფრო დამოკიდებული გახდება იმაზე, თუ ამა თუ იმ კანდიდატის უკან მდგომი პოლიტიკური პარტიების მიმართ როგორი არის საზოგადოების დამოკიდებულება. და თუ ეს ასეა, მაშინ უფრო მარტივია, რომ ეს საკითხი გადაწყდეს ან პარლამენტის მიერ, როგორც არაერთ ქვეყანაშია, ან ამრჩევთა კოლეგიის მიერ, რომლის ნახევარსაც წარმოადგენენ პარლამენტის წევრები. და მეორე ნახევარს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების დელეგატები. აი ეს არის ძირითადი არგუმენტები. ნუ ამას ერთსაც დავამატებდი, რომ ჩვეულებრივ პირდაპირი წესით არჩეულ პირს უჩნდება ხოლმე ამის უამრავი მაგალითია მსოფლიოში, უჩნდება ხოლმე ამბიცია მოითხოვოს უფრო მეტი ძალაუფლება, ვიდრე ეს მას ეკუთვნის.
გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვახტანგ, რომ ერთვებოდით გადაცემაში და პასუხობდით ჩვენს შეკითხვებს, საკმაოდ ამომწურებლად ვისაუბრეთ კონსტიტუციასთან დაკავშირებით და შევეცადეთ, რომ ყველა პოლიტიკოსი იქნებოდა არასამთავრობო სექტორი თუ კონსტიტუციის კარგად მცოდნე და ექსპერტის რანგში ჩართული კომისიის მუშაობაში, მათი პოზიციები შემოგვეთავაზებინა თქვენთვის და მათი მოსაზრებები. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, ჩვენ დავუბრუნდებით მომავალ ოთხშაბათს. თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ, რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა. რეკლამის დრო რადიო იმედზე.